სკოლის მესამე კლასის მოსწავლეები წარმოგიდგენ ჭაბუანი რეჟიმის ყაპას ჭიამაია და ბოროტი კაცი. მოგიხმობთ თუ რამდენი ბოროტება შეუძლია ჩაიდინოს ადამიანს. ერთ სოფელში ცხოვრობდა ერთი ბოროტი კაცი, რომელსაც ძალზე უყვარდა წიხლი და ღრიალი. ერთხელ მან გაიფიქრა. ქვეყნად ამდენი სიკეთე რაღა საჭიროა. და გზას გაუდგა. გზაში შოშანზე შემოსკუბებული ჭიამაია დაინახა. ჰეი, შენ არამზადა ვაქრას წამოგდებულ ხარ. დაუღრიალა ბოროტმა კაცმა ჭიამაია ისედაც პატარა იყო და შიშისაგან სულ ერთი ციცქნა გახდა. ძაღლადაც რომ არ მაგდებს. როშა წიხლი გრა. ჭიამაია ცაში კენჭივით ავარდა და ბოროტი კაცი ზურგზე დაეცა. გონს რომ მოეგო რიგიანად მოიკალათა. ცოტაოდენი მანძილი რომ გაიარა ჭიამაიას ქვემოდან ვიღაცის მუდარა შემოესმა. ბოროტი კაცი შესდგა და ძირს დაიხედა. დაინახა რომელიღა მცენარეს ყლორტი ამოეტანა და მუშტის ოდენაც რემლებით იღებდა. არიქა ადამიანო მიშველე შენი ჭირიმე ამ რიყის ქოს ფეხი წაჰკარი თორემ ზეთგულზე მაწევს და ამოსვლას მიშის. ვილო ხერი ხარ? ხილი ვარ ხილი. ხილი? შენ გორული ატამი არისო. გორული ატამი მართალ საბძანებთ არა ვარ მაგრამ კარგი კულაპი მსხალი ნამდვილად ვარ. ამ რიყის ქოს ფეხი წაჰკარი მზედ დამხედავს ასავიტყვი ნაყოფს მოვიბო. შენ იქნები თუ სხვა აქეთ ჩამოივლით და კარგად გაგიმასპინძლდებით. ესე იგი ქვები გინდა გადაგიგორგან მოგიგორო? მოჯამაგირეთად გინდა დამიყენო? ბოროტმა კაცმა წიხლი გაიქნია. ქვების მაგივრად ყლორტს უთავაზა და ჩადელა. ცოტაოდენი მანძილი რომ გაიარეს ახლა ჭიანჭველების ვეებერთელა ქალაქი შემოხვდა. ჰეი, თქვენ მათხოვრებო, აქ ამდენი მიწა რისთვის მოგიგროვებიათ? პატივცემულო მგზავრო, ჩვენი სახკარიც ეს არის, საჩო საბადებელი, საცხოვრისის და სამყოფის, შეგვიბრალეთ, ქალაქ მოიქეცით, ქალაქი არ დაგვინგრიოთ, არ დაგვუყოთ. ჰა. ახლა ერთი თოვლი მოხუცი ბებო შემოხვდა. ისეთი მოხუცი იყო რომ ძლივს ვილას ლასებდა. შენ ჰეი დედაბერო ხელში დაგიჭირავს. არაფერი შვილო, ბერიკაცი წელკავმა წამიქცია, ბოთლით წამალი მიმოქვს, ზურგი უნდა დავუზილო. მაჩვენ ერთი როგორი წამალია. რას მერჩოდი, რატომ დამღუპე? ბოროტმა კაცმა ბებოს ყურიც არ ათხოვა და ისევ გზას გაუდგა. ჭიამაიას მოთმინების ფიალა აეფსო და გაიფიქრა. ბოროტო კაცო, ამას იქით ლუკმაპური კეთილი საქმით გეშოვოს, საპარნეს ხვისი გეზიდოს, ოფლი საკუთარი გეღვაროს. ბოროტი კაცი მყისვე სახედად გადაიქცა. ჭიამაია ძალზე გაჯავრებული იყო და დაავიწყდა დაეყოლებინა. აღარ წიხლი შეგძლებოდეს და აღარც ღრიალიო. ჭიამაიას ამის ხმა რომ არ დავიწყებოდა, სახედარს არც ყროყინი ეყვარებოდა და არც წიხლი.